Şöyle dilara şu atıyor. Ragadros dila. Ostan. Kapıcı bul. Batarat minta. Რაღაცა უცნაური სუნი კი მომდის. Ostan. Როგორც ხედავთ, ნაწვი მარია გუშინს ნაშუათ ხებს მერე გაგვიწმინდა და კაი მაგარი წვიმა იყო. შეიძლება დღესაც მასე გაწმინდეს. ეხლა მე მინდა ჩვილი წიწაკები უფრო და გავაკეთო პომიდორის ჩაშუშული. იჩვილები არ არის მწარე. იმიტომ მინდა. ნახოთ აქეთ ვასხია. კეთრეებიანი და ბულგარულებია აქეთ. აქეთ ჯერ არასხია. ერთი მწარე გვინდა. წავედით ახლა გვეყო. აჰა. და წვიმდება სულ უფრო აფუჭებს. ისედაც ამას ფაროსთან აყავს შესეული და აღარ კიდევ პომიდორი გამოვიტანე ბოსტნიდან ეხა უკვე ამასაც პოპა აღვიყვებული ამასაც და აგენი არ მეყოფა კაებია კაი კიდევ უნდა დავამატო შემოწენილი ზაგას დავამატე და პომიდორს დავამატებ კი გამშვიდობი საკიდევით ხახულა დავჭერა ხანაწილი დავჭარი და გასთან პირი მარა რა შეიძლება ტელეფონის დიდი მადლობა იმ ადამიანს ცირისთვის უშირო დამოვიცხა პირველად არ დაურიცხია და ღმერთმა მაგათ 1000 მაგათ სიკეთით დაგიბრუნე დიდი მადლობა რაც მე მოგდაგლო სულფალმა დაგმოცოს უღმესი მადლობა იმ ცირედისთვის რაც გაიმედი ჩემთვის დიდი მადლობა გუშინ ცოტა ვიდეო ჩამწერი, მაგრამ ძალიან ცოტა იყო და არ ვიცი შეიძლება მასე მივამბა ან მე ვილაპარაკო იმ თემაზე ცალკე. ნახოთ. ესე შეიძლება გაწვიმდეს გუშინ გაწვიმდა. კაი მაგრაც ხალოდა და მე ქეში იყო. Şimdi adresi koyacağım. Güzel. Çarşıya kalkıyorum ama mayınki seçmişler. Tuvalet.
ჭრებით ეს ერთი კვირა მომჭმიანი ამინდებია გამოცხადდა. ვედი ახლა გამოვედი იქ არ მაცალენ იმის რამე ჩაწერა მე რომ მოვინდობ მაშინ მომდებათ ყველას რა ვიცი მე საჭმელს ვაკეთებ და ხან ტელევიზორია ბოლო ხანზე ჩართული ხან ის არის მოხმაზელა პარაკობ. სადმე რო გავარ პოსტაში მაშინაც იქაც მორბიან. მაშინ მოდიან თორე სულ რო ვიჭდი მაშინ არ კაცი არ გამოვა არის. აი მე რომ მოვიფიქრე ამას მაშინ არის ყველა. თან რო არ მოწონთ. მაშინ გახსენდებათ მთელი დღე რო ვიყო. ყურად არ გახსენდებათ სამიან გავიდან გამოვიდენ. ან ლაპარაკობ ამას რო ყურონ. პატარა კუნთიც მე გამომყვა. გამეყვან ცილდება ჩემთან ძინავს ამ სიცხეში. ასე ძაკაც ერთი იქიდან ის ჩემთან ადიფისო აქედან მე ადგილს დომიტარებ შენ აქ ადგილი არ მაქვს ისედაც და ახლა იკატამებით ეს უნდა მოვთუშოთ ერთად ამას იმიტომ შვები ახლა წვრილი მეფს წიწაკებს ჩვილებია რომ დაიდამაი ცხარი არ იქნება ორ ცალი გაურია დიდი ცხარი რომელიც არის და ამ ჩვილებს იმიტომ შვები რომ ბულგარული არ მაქვს და პატარები ჩვილებიან წარი არ არის და თა გემრიელია ბულგარულის შემცვლელად ყავს გამოყვანილი და ასე მაინც გემრიელია აპირებს ერთი კილო წიწაკა გადამივა თავზე ხახუ ხუმაკ ზეთი ხუმაკ და წიწაკას ვიყიდი და იმებს ცოტა პამინდორს ჩავდუშავ ერთად და შევინახავ მაგი არის გემრიელი რანაირად გინდა გააკეთო მაგარი დამიწერენ ბულგარული თბილისში არის რა ვიცი ხო თბილისში ვიყავი და ახლა ცნობნებიან რომ ყველაფერს ცეცხლს უკიდე მარტო შინელი მაშინ კი იყო ძირი მარწეში და ახლა რა უნდა იყოს გააჩნია ვინც საწყიდულებს ბაზარში შეიძლება არ იყოს ძვირი და ჩვენ სამი ლარი ეს არ უცვლიან ლითვე შემევიდა გორის არ ვიცია
ვიცი ხალხო, კონცერტს. აჰა, თელევიზიაში თქვენ გავაყენე ტელეფონი, ადგილი არ არის, ესეთი ამბავი. ხო და რავი, ჩვენთან ჯერ 3 ლარია. ამას ახლა ესე თავი, ვითომ ეკონომიურად გასხამთ ვითომ და მაინც ისაა. ახოთაბა როგორ ისმება. კარგად ისხმევანტი არ უნდა. ახლა კაი შეჯამას გავაკეთე. გემრიელი იქნება კურსი. ხომი რომ მქონდეს ახლა კიდე ხომზე კაი ესეთი ხომზე, მაგრამ ჭაცი არ მიიღო. ჭაცი არ წავა. ხომი მოუხდება ძა. ამ თიცხეში ყველაფერი ხომ სამდიდად ვერ გავაკეთე. კურსი კაი იქნება ძალიან. შვენიე. მოიდი ახლა პამიდორს დავარჩევ და ასე მე დამპალ გამოვარიდებ ამას. გორ დავიწყოთ. შევხედავ რამდენი იქნება და მე შეიძლება პატარ დავამატოთ. იმდანაც არის მოსარიდი. უღარეს არ ვასხამ, არ ვარ მე მაგას და ჩვენ ასე ვაკეთებთ ჩვენ. სულ და ახლა დუღარე იქნად უღო ამისთვის. არ ვარ ისე მოწყობილი, რომ არ იქაუცებ. ეხლა ჩაიდან მივაერთო კი, მაგრამ ვერსად ვერ მივაერთებ. აწყა შენახული მაგე შკაფში. მე მიზეხა წყალს ვერ იმასში და ბოლოს გასაკეთებლად იმავშები აღარ ვაწრობ განს, მეშვა ბლენდერი პიცა ფერჩოფერში. კარგად ვრიცხავ. მასაც ცოტა იგი ერია თუ არ გამოვარიდე, არ ვარ გაის. მოკლედ ასეთი ამბები. ხამზია ხამჭუნა. ვიცი, როდის გაწვიმდება, მე ხავხოსწამავთ ქეშებს. აგვისტოს გადის, ისედაც რაღაცა არ იყო წელს ისეთი იგი, რომ თბილი ამინდები არ იყო საკმარის. ეხლა ბოლოს რაღაცა დაცხა. თავში ვესიცივები იყო უაზროდ რაღაცა, ზამთარი ივნისამდე მოყვა. მერე ხანუ ნაადრევად ჩამოცხებოდა უაზროდ, მერე ვციოდა კიდე და რაღაცა ვერ იყო ისეთი. ყველაფერი რადიაცია არ იყო. ისე უაზროდ ნაადრევად არ უნდა გცხელოდეს კიდე. ისე ძალიან არა. ხო და რაღაცა ვერ იყო ისეთი. მალე ხო გადის ეგ. რა ქვია იმას? ზაფხული საერთოდ. და შემოდგომა მაინც იყოს თბილი. არ მიყვარს სიცივე და რა ვქნა, ეს სიცივე მეზეზღება. ჩემი ჯანმრთელობიდან გამომდინარე თლა შემზრუნდა. ახლა და შემოდგომა მაინც იქნებოდეს თბილი. ცხელი არ მინდა თბილი იყოს. სიცივე ჯერ ადრეა. წელს არ არის რაღაცა ისეთი, რომ უნდა იყოს. მე ახლა ძლივს ჩამოცხა. აგვისტოში.
რაღაცა ის შემაწუხებლად, მაგრამ მაინც არ არის ისეთი, უნდა იყოს. დასაწყისი ცივი იყო, აგვისტოს დასაწყისი ცივი იყო. მოკლედ ასეთი ამბები. ახალი არაფერია. ყოველთვის ცუდ რაღაცებს ცხადებენ გუშინ იყო ბავშვმა მანქანა მოიპარაო, სად იყო ეგ არ ვიცი 12 წლის ბავშვი ბიჭს მოუპარია მანქანა მშობლების ეთქო გასაღები იყო ჩატირებულიო და როგორც კი გასულა ეგრევე ავარიაში მოხვედრილა და დაყופულა შორს ღმერთო ყველა დედა დაიფარა ცეცაშინელებიდან აი რამდენი ცუდი ხდება და რამდენი მომხდარა და გავიგია კიდე და ხდება კიდე ყველაფერს ხوار გამოაცხადებენ ისედაც ყველაფერს ამბობენ მაგრამ მაინც იმდენი ნეგატიური ყველა დღე რაღაცა საშინელება ამ ზღვას წელს იმდენი მსხვერპლი ყავს იმდენი სხვა ყველა წელიწადს მსხვერპლი იცის მაგრამ წელს უყავს არ ვიცი დასაწყისიდანვე ეს სეზონი არ იყო ხალხმა მაშინ დაიწყო სიარული ესაა ძალიან ცუდი რამე ხო არ არის სეზონი და მაშინ დადიან და რამდენი ადამიანი მსხვერპლი მინარემაც რამდენი ერთი გადაარჩნენ ერთი დედაშვილი და ხათველი რომელიც გაიტაცა ეს დედაშვილი ვერ გადაარჩა ერთი სამი შემთხვევა მოხდა მგონია მდინარე ერთი რუსები იყო გადაარჩნენ თუ ბელარუსები ხო თუ კი იყო ასე და ზოგისად მოხდა, ზოგისად მოხდა. იმის თაზე გადატრიალებულა მანქანა აი ბელარუსები ყოლიან 4 ტურისტები ეყავდა და დახოცდა. რამდენი დაიხოცა და არ ვიცი, მაგრამ აი 4 ბელარუსი დაიწესა. რამდენი ცუდი ხდება ღმერთმა უძღვის. აი რამდენი მეყოფა 1-2 დამატება მომიწევს. რა ვიცი, სულ რა ვიცი, ყველაფრის მიშინია, სულ ნეგატიურია. იმ გონი მძღოლი გადარჩა და იმ მძღოლს დაჭერა უწევს, რა ვიცი მე. არანაირი თრობის ქვეშ არ იყო არაფრის, არც ალკოჰოლის, არც იმის, მაგრამ რა ვიცი. ჯერ მე მგონი საუნდყოფოშია და მე ციხე უწევს რაღაცა ასე გავიგე როგორც ეწერა და არ ვიცი რა. ძალიან ისეთი ადგილები საქართველოში რომ საშიშია ეს გზავრობა მასეთ ადგილებში. რამდენი შემთხვევა ხდება კიდე ბავშვები რო იკარგება და ახალგაზრდები აი როდიდან შეიყარა მაგას საფუძველი ვის გახსოვთ ხალხო აჭარიდან გოგო რო დაიკარგა უზოუპროთ სოფლიდან მის სამჩაყლაბად თუ დედამიწამ აი როდის იყო ეგ ამბავი აი რამდენი წელს უკან იყო და ჩემსავით ვიღაცას ხსომები და დაწერე აი კომენტარებში რომ ის იყო სად იკარგება ეს ახალგაზრდები სად უჩინარდება მოზარდები, პატარები, დიდები, რა ვიცი, რა მნიშვნელობა ხანდახან რას ვფიქრობ, იცი? იმდენი ადამიანი დაკარგულა, წლებით მოყოლებული. აი 2012-17-დანო აქამდე მგონია რამდენი დააკარგულა. გზო უკვე და ვერ ნახენ საერთოდ.
ხანდახან მგონია რომ ამას ადამიანები მაშინ კარგება დონორებად ჭირდებათ მიყავთ ეთყობა აბა სამჩაყლება თუ დედამიწამ რატო არ ჩანა აი რატო არ ჩანა მე ასე ვფიქრობ ხანდახან ასე ვფიქრობ არ ვიცი ახლა ისიც იყო კიდე 2 წლის უკან პატარა ბავშვი დაიკარგო 4 თუ 5 წლისო დღემდე ვერ პოვილებდი ამ იმის ამბავთან დაკავშირებით ახლა რო ეძებენ 12 წლის უკან დაკარგულ ბავშვთან იმას არ გაქრა რა ქვია იმას რომისობაზე აი მაგ ამბავთან დაკავშირებით ბევრი ამბავი ამოტივტივდა და გაიხსენენ და დღესაც ეძებენ და ვერ პოულობენ თურმეს მშობლები მაგრამ რა ვიცი საშინელება ხდება. დღეს ნათესავიც არ არის სანდო ყველა ფულზე იყიდება. ისეთი ადამიანმა შეიძლება გაკეთოს. რა წარმოდგენა არ ქონდეს. ეკალს კიდე მის მამიდას იმაში გურიგას მამიდას კიდე იმაში უმუშავია და სამშობია რომ შეიქი ხოდა ვითომ რაღაცა კულტურული ვითომ ასეთი დახვეწილი ასე საუბრობს ისე საუბრობს ისეთები კადრულობენ რომ გვარი ფიქრი ყველას მაინც მაგენზე ეკეჭვირო რაღაცა მოვხდა მაგრამ რა ვიცი შეიძლება სხვა ამბავია ამდენი ადამიანი რატო როგორ იკარგება ასე ამდენი მე მაინც ვფიქრობ რომ თითქოს დონორებად იყიდება ეს ხალხი თვითონ ახალგაზრდებს ატყუებენ. გონიათ იმათ სხვა გეგმები აქვს და ვინც ატყუებს იმას კიდე სხვა. დებემებიან ამ ყუით. ისე რომ საერთოდ არ იციან. არის კიდე მეთქი, ვაიმე ხელია მეწვა, საწყე გაჭრილი მაგთითი. შეიძლება ვინმეს გასახა ფელჩატკიო, ფელჩატკი არ მაქვს. ერთი მინდა ვიყიდო უფრო თეთრი ფერის. ფელჩატკების უსასარგებლო კი არ არის მაგაზე. ისიც რაღაცა შეიცავს ის რეზინებიო და ყოველთვის მაშინ არ უნდა გამოიყენო. როგორც პლასმასი არ ვარგა. არც წლისთვის, არც გაზიანებელ ხმელისთვის და არც კონტეინერის სინამდვილეში და მაინც ვიყენებ ისია ეგ რეზინის ხელთათმანები. ერთ წუთით ხალხო, აი მე რამენაირად უნდა გამოვრთა. კიდე ჩამოვხდა რა უნდა რომ არ ეცემა ეშუქე განათა ხუთის ხუთის არე ხუთის დახევ არ ეხება საღამოვდება ნელ-ნელა ახლა ბრინჯულას უკეთებ ჩემთვის 1-2 გამოცხება იქნება მისთვის მოვედი ახლა აი თამოვხდა რა უნდა
და მოbrunდა გლახად. არემ ერთი მასში ვიტყვი, დღეს აღარ ველოდი, ახლა გუშინ ხო ჩამირიცხე, მაგალითად, სიდიდე ახლა მომიწყდა კიდე. დიდი მადლობა ჩემო კარგებო. უღრმესი მადლობა არ ველოდი ნამდვილად არ ვიცი. რატო გადაწყვეტეთ? საჩუქარი გაგეკეთებინათ ჩემთვის ასეთი დიდი მადლობა უღრმესი ღმერთმა 1000 და 1000 მაგათ აგებრო, რა თქმა უნდა, ვერცერთი სახელი და კვარს ვერ ვიტყვი. უღრმესი მადლობა ყველას. გაიხარეთ, ღმერთმა ბევრი და ბევრი მოგცეს. და რაც მე ვერ დაგლოცოთ, ღმერთმა დაგლოცოთ თითოეული მათგანი. დიდი მადლობა. რაც ჩამირიცხეთ იმისთვის. თქვენ თავზე მოიგელი და მე მეცით პატივ და უღრმესი მადლობა. არ ველოდი ნამდვილად ღმერთმა დაგლოცოთ ყველა. ხვნიშნობა ვინათან ხარ ჩამირიცხას, მე არც მithოვია არავისთვის. არც ველოდი ნამდვილად და ყველას თითოეული რამდენი ხანი აღარ მithქი არავისთვის გამოწერისთვის, ლაიქისთვის, თბილი კომენტარისთვის, რა ვიცი მე ყველას ძვირფასი მადლობა. აი მე მახსოვს რამდენად ბრძოლობდი გამომწერი მყოლოდა როგორც იქნა ყავს და მაინც მეგონა რომ მეყოლებოდა რა მონეტიზაციას ჩამერთებოდა, მაგრამ მაგას ახლა დიდად აღარ მაღელებს, უკვე იმდენჯერ ვიბრძოლე მაგისთვის და რომ არ გამოვიდებს, всё. არ გამოდის. აქ რატომ მოგთება ეს ეკრანი, არ ვიცი, ახლა ტელეფონს დავვლევარ და ვდობ ადგილი რა და ახლა დაეცა დღეშუქი. აი მაგარი სიცხე არ გაწუნებულდა ჯერ. ცხაის ჩავიცვი ახლა ის მოვახერხე გამოცხო და ახლა ეს საერთოდ შევყარო კიდე უღრმესი მადლობა. ბარემ ვიფიქრი ახლა და ცალ-ცალკე ხوار მომიხდი, მას მეც მადლობას მეთქი, რაღაც დღეს ვიდეო ჩავწერე და მასაც მივამბავსე, უღრმესი უძირფასესი მადლობა ორივეს და საერთოდ ყველას დიდი მადლობა ხალხო, ვისაც კოდეს მე ჩაგირიცხეთ. ყველაფრისთვის კარგისთვის. რა ვიცი, მე კომენტარი დაგიწერია თუ გამოწერას ხოდით მნიშვნელობა, ეგეც საჩუქარია და მიმეღირსაც რო ჩაქს და გამოგიწერს საკიყურებს, ეგეც რამ ხელა ყველაფრისთვის დიდი მადლობა და უღრმესი და უძვირფასესი. მადლობა თბილი კომენტარებისთვის კიდე თითოეულ მათგანს. რაც მე ვერ დაგლოცოთ, ღმერთმა დაგლოცოთ ყველა. უნდა ახლა დაუწევ, ახლა აღარ იწვება, თუ არა ტაფას მიწევს, აი. თხელი ტაფა არის და პატარა. აი მე როგორც ხელა. აბა კარგად იყავით. ხვალამდე. ხვალ მოვალ ისევ. ჩავწერ ეცდები აუცილებლად. დროებით დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყველას.